პოლიტიკა უნდა დავაბრუნდეთ პოლიტიკაში და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აი ჩვენ შეცდომებზე როცა ვსაუბრობთ არის ის რომ ვიცი რომ ეს ეხლა შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ რომ საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. იყო იმიტომ შეცდომა იყო იმიტომ ამარჩევნების შედეგების ეგ არის? ამარჩევნების შედეგების არა ზოგადად თავარი გაკვეთილი არა ჯერ არ ვიცით საჩევად და სადა რა ეს არის კი ბატონო ეს არის სამსჯელო ეს არის შეცდომის გამოსწორება ჭირდება და თუ რაღაცა შეცდომას მიიჩნევთ ესე იგი შეხვდათ კიდევ არა ხო და მაგას ესე პირდაპირ ვერ არის სამსჯელო იმიტომ რომ ეხლა სიტუაცია არის განსხვავებული აქ ეხლა გასაგებია რომ ვერაფერი იქნება ისე როგორც აქამდე იყო რეალურად გუშინ ჩვენ უმძიმესი პროცესების მოსწრენი გავხდით არ ვიცი ამაზე რამდენად გვექნება ამაზე საუბრის დრო დაგვჭება და ამიტომ ჩვენ კი ბატონო ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება გადასახედი ბევრი რამისთვის რატომ იყო შეცდომა და გეტყვით რატომაც იყო შეცდომა განსაკუთრებით იმიტომ რომ ფაქტობრივად ოცნება დარჩა სრულიად მარტო საკუთარი ასე ვთქვათ პროპაგანდისტული საშუალებებით და მან შეძლო ის რომ გაეკეთებინა ესეთი დიდი მოეხდინა ესეთი დიდი იდეების პრივატიზება როგორც არის რა ვიცი მაგალითად პატრიოტიზმი, ტრადიციულობა, ოჯახის სიყვარული და ასე შემდეგ და როდესაც ის პარლამენტში არის მარტო თავისთავად ესაუბრება საკუთარ ამომრჩეველს და მინდა გითხრათ რომ აი ეს თემები რაზეც თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტებს ოცნება რა თქმა უნდა იმიტომ რომ თავად არის პირველ რიგში ძალა რომელსაც საერთოდ არაფერი აკავშირებს არც პატრიოტიზმთან არც ოჯახის სიწმინდესთან არც ტრადიციებთან მაგრამ ამავე დროს რეალურად მან შეიძლება ითქვას რაღაცა გარკვეული მონოპოლიზაციას კი პარლამენტში თქვენ პირადად რას ფიქრობთ არ ვიცი კიდევ მეორე სიტუაცია არის კომპლექსური ანალიზი ჭირდება ამას. ნაფიქრი გაქვთ ეს პერიოდი ალბათ. თქვენმა ლიდერმაც დიდი ხნის წინ თქვა და თქვენ საითკენ იხრებით. ნახოთ, ჩვენ ვიხრებით იქითკენ, რომ პოლიტიკა დაბრუნდეს პოლიტიკაში კიდევ მეორე. იმიტომ რომ ოცნება, რასაც ეფექტურად მართავს და უმკლავდება, ეს ვნახეთ ჩვენ გუშინ. მგონია რომ გადახრილი ხეთ შესვლისკენ, სწორად ვიგებ? გუშინ ვნახეთ რა არის ოცნებისთვის მარტივად გასამკლავებელი წინააღმდეგობა. და ეს რომ აღარ განმეორდეს, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანები რომ აღარ ჩავარდნენ მორიგ ნიჰილიზმში, რაც სამწუხაროდ ლეგიტიმაციის პრობლემა მშვიდობიანი პროტესტის, რა თქმა უნდა, ამას უქმნის პარლამენტში შესვლა ამას არ მოარდა. 10 წლის განმავლობაში რამე პრობლემა ქონდა ოცნებას თქვენ აზრით? მე ლეგიტიმაციის ნაწილი ხო არის ეს პარლამენტში მარტო და საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია ამის გამო რაც პარლამენტის ბოიკოტი ამის ერთ-ერთი ღერძია. ობიექტურად ეს კი ბატონო და იმ დროს ის იყო სწორი გადაწყვეტილება და იმიტომაც ვიყავ. აბა შეცდომა როგორ იყო? შეცდომა პრობლემის შერბილება როგორ არის? შეცდომა იყო სწორედ იმიტომ კიდევ მეორე რომ ოცნებამ შეძლო საკუთარი მიზნების მიღწევა. მათ შორის ახლა გუშინდელ არჩევნებშიც, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს, მათ შორის საქართველოს დედაქალაქს უნდა ყავდეს ისეთივე კორუმპირებული მერი, როგორც აქამდე ყავდა და არ ვიცი ხო დაწყებული იქიდან რომ თბილისელებმა უნდა იხადოს. ჩვენ რომ პარლამენტში ყოფილიყავით, ასე არ მოხდებოდა ბატონო გიორგი. ჩვენ რომ პარლამენტში ყოფილიყავით, ჩვენ გავუწევდით სათანადო წინააღმდეგობას ოცნებას. ყველა იმ უსამართლო გადაწყვეტილებაზე და ინიციატივაზე და არ მივცემდით პროპაგანდის იმ დოზით გავრცელების საშუალებას, რაც მან მოახერხა სამწუხაროდ. პროპაგანდის გავრცელების თავარი პარლამენტის ტრიბუნა არის პოლიტიკური ტრიბუნა, რომელიც პოლიტიკოსმა უნდა გამოიყენოს. პარლამენტში თქვენ გამოშვებს საერთოდ არც გაუშვებდნენ იმაზე მე გასაგებია. როგორც ახლა არ გეპატიჟებიან, მე არ გეპატიჟებდნენ რა. გასაგებია, მაგრამ როდესაც პარლამენტში ხარ ან იყენებ პოლიტიკურ პლატფორმას, იქ არის სავალდებულო, ასე ვთქვათ, საკომუნიკაციო საშუალებები, რომლის გამოყენებაზე თუნდაც ოცნება უარს ვერ ამბობს, თორე იმედზე რომ ვერ გვიჯდება დებატებში, ხა ეს ისედაც კარგად იცის ყველა მე მგონი და ამას ისინი ვერ ბედავენ და არ აკეთებენ. როცა მაგალითად იგივე იმედზე თუ ვინმე იყო აი ამ მშვიდობიანი დამხობის რევოლუციის იდეის ერთ-ერთი